მოგესალმებით. Დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსი 2 დაღუპული მცირეწლოვანი კიევი დღესაც რუსეთის კიდევ უფრო მძიმე იერიშის მოგერიებისთვის ემზადება. უკრაინის დედაქალაქისა და ხარკოვის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა წუხელ ღამე თავშესაფარსა და მეტროს სადგურებში გაათია. ხელწერტილებად რჩება კვლავ ხარკოვი, სუმი, ჩერნიგოვი, დონეცკი და ლუგანსკი. რუსეთის მთავარი სამიზნე ვოლოდიმერ ზელენსკი და მისი ოჯახია, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი კიევის დატოვებას არ აპირებს. ვოლოდიმერ ზელენსკი ბუქარესტის ცხრიანს მიმართა თავდაცვაში დახმარების, სანქციების და აგრესორზე ზეწოლის მიზნით. პოლონეთის პრეზიდენტ დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ საჭიროა ომის საწინააღმდეგო კოალიცია შეიქმნას და რუსეთი ერთობლივად უნდა დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან. ვოლოდიმერ ზელენსკი წერს, რომ იცავენ საკუთარ თავისუფლებას და საკუთარ მიწას, მაგრამ ქმედითი საერთაშორისო დახმარება სჭირდებათ. დასავლეთი კი მასშტაბური სანქციების პაკეტს ანონსებს, თუმცა ამ ეტაპზე პუტინის გეგმებს ვერ ცვლის. ის ბალისტიკური რაკეტებით ბომბავს უკრაინას, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფოს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სამხედრო დახმარება სჭირდება. გუშინ გახილვა იყო ევროპარლამენტში, სადაც გერმანიამ და იტალიამ უარი თქვეს რუსეთის SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან გათიშვაზე. მხოლოდ ბრანდენბურგის ჭიშკრისა და რომის განათება საკმარისი არ არის, ასე მიმართავდნენ იტალიელ და გერმანელ დეპუტატებს გუშინ ევროპარლამენტში. უკრაინა რუსული იმპერიის პირისპირ ომის მეორე დღე საუბრობს კვლავ კიევზე და ჩვენს რეგიონზე და დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან მიხეილ ბატურინი, კიევში მყოფი ქართველი, ასევე ჩაგვერთვება უკრაინიდან ლევან ვარშალომიძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი. ჩვენივე ეთერში, ამავე ეთერში შემოგვიერთება ხატია დეკანოიძე და ისაუბრებს დღევანდელი პარლამენტის ჩაშლილ სხდომაზე. ხათუნა სამნიძე, პარლამენტის წევრი, გიგა ბედინეიშვილი, ფინანსისტი, მასთან განვიხილავთ სანქციების პაკეტს, ზურაბ ბატიაშვილი, რონდენის ფონდის მკვლევარი, ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში. საუბრობთ კვლავ ჩვენს მეგობარ უკრაინაზე, იქ განვითარებულ მოვლენებზე. ბუნებრივია მოგაწვდით პერიოდულად ახალ ინფორმაციას. და კიევიდან ახლა პირდაპირ ეთერში უნდა ჩაგვერთოს მიხეილ ბატურინი, რომელიც იმყოფება უკრაინაში. მოგესალმებით, მიშა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, ნათია. რა ხდება უკრაინის დედაქალაქში? პირველ რიგში ეს გვაინტერესებს, იმიტომ რომ გუშინ ძალიან მძიმე ღამე იყო და როგორც ვიცით, კიევის სიახლოვეს, მათ შორის მინსკის რაიონში მიმდინარეობდა დღეს იყო დაძაბული მდგომარეობა და ვიცით, რომ ჯავშან ტექნიკაც უახლოვდება კიევს. უკრაინის დედაქალაქში ხდება ის, რაც ჩვენ 2008 წელს აგვარიდა პრეზიდენტმა და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ცდილობენ ალყაში აიყვანონ კიევი, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები, არმია დგანან ძალიან მტკიცედ, ძალიან მოტივირებულები არიან. რისი მაგალითს აძლევს უკრაინის პრეზიდენტი ბატონი ზელენსკი, რომელიცაც აქვს ძალიან მტკიცე პოზიცია და თავისი მაგალითით, რა თქმა უნდა, мотивация არის ძალიან მაღალი, არავინ არ იხევს უკან, ყველა ცდილობს რომ შეიტანოს თავისი როლი, თავისი სამშობლოს და ქვეყნის დასაცავად და ეს ძალიან ისეთი ქალაქს ბომბავენ. მშვიდობიან მოსახლეობის დასახლებულ პუნქტებს, წარმოებენ პროპაგანდულ ომს, ცდილობენ რომ გატეხონ მოსახლეობა, მაგრამ მოსახლეობა დგას მტკიცედ და ყველა იცავს თავის სამშობლოს. როგორც ცნობილია, 127 ჯარისკაცია გარდაცვლილი და სამოქალაქო პირებს შორისაც არის მსხვერპლი. ახლა რა არის მთავარი ტაქტიკა? კიევი როგორ შეეცდება რომ დაიცვას თავი, იმიტომ რომ ვიცი რომ მოსახლეობის ნაწილი გავიდა, მაგრამ მოქალაქეების უმეტესობა რჩება დედაქალაქში და არ ტოვებს ადგილებს. კი, ძალიან მოტივირებულები არიან, გახავთ ბავშვები, ქალები, მოხუცები, მაგრამ ახალგაზრდები ყველა რჩებიან, უმეტესობა რჩებიან, ვისაც შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. და ყველა ცდილობს რომ შეიტანოს თავისი როლი თავის ქვეყნის დასაცავად. და რა მდგომარეობა არის თვითონ დედაქალაქში? გულისხმობ აი საყოფა ცხოვრებო ვითარებას. ვიცით რომ მაღაზიები მუშაობს, აფთიაქებიც და ამ ხრივ პრობლემა არ იყო, მაგრამ გუშინდელი მძიმე ღამის შემდეგ რამე ხომ არ შეიცვალა? ნუ პანიკა რა თქმა უნდა არ არის.
ყველა ხვდება, რომ ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის, ბრძოლა თავისუფლებისთვის და ყველა ცდილობს, რომ შეიტანოს თავისი წვლილი ამ ბრძოლაში. გასაგებია. პირველ რიგში გისურვებთ მშვიდობას და გისურვებთ იმას, რომ ეს მძიმე ბრძოლა, სადაც უკრაინა მარტო იბრძვის ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ის მიწაზე მიდის ბრძოლა, დამთავრდეს უკრაინის გამარჯვებით და რა თქმა უნდა უკრაინას. როცა ესე მოტივირებულია და ხდება ამ ყველაფერს, სხვანაირად არ იქნება უკრაინა რა თქმა უნდა გაიმარჯვებს. და ყველაფერი იქნება კარგად. სლავა უკრაინა. რა თქმა უნდა და ჩვენ ნახეთ რომ უკრაინის პრეზიდენტი იძლევა პირველ რიგში ამ გმირობის და შეუდრეკლობის მაგალითს და ვოლოდიმირ ზელენსკი მიუხედავად იმისა რომ თავარი სამიზნეა ახლა რუსეთის, იმიტომ რომ რუსეთმა გამოაცხადა რომ მას სჭირდება ხელისუფლების ცვლილება და რომ ზელენსკი უნდა წავიდეს, ის არ ტოვებს ქვეყანას. არანაირად არ ტოვებს, პირიქით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თავისი მაგალითით თავის საქციელებით, თავისი სიმტკიცეთ აძლევს მაგალითს ყველა მოქალაქისთვის. რა თქმა უნდა, მესამე პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის, რომელიც დატყვევებული იყავს რუსეთს საქართველოში, მაგის გამოცდილება ამ აგრესიის წინააღმდეგ ძალიან წარადგებოდა უკრაინას, მაგრამ დიახ, მართლაც ძიმე სანახავი იყო გუშინ მიხეილ სააკაშვილი გისოსებს მიღმა და ყველამ კარგად დაინახა რა მოხდა 2008 წელს საქართველოში აგვისტოს ომის დროს, რამდენად ძიმე მდგომარეობაში იყო ქვეყანა და როგორ შეძლო მაშინ საქართველოს გადარჩენა. კი, რა თქმა უნდა, საქართველოს ბრძოლები არ ყოფილა. კი, ნამდვილად ეს ერთ-ერთი ხდება ეხლა აქ უკრაინაში, უფრო დიდი მასშტაბით, თავის ტერიტორიული მასშტაბიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა 2008 წელს საქართველოში, აგვისტოში და იგივე გეგმა ერთ-ერთი მაშინ შევძელით და არ მოუშვით საქართველოს არ მოუშვა იგივე სიტუაცია დედაქალაქ თბილისში, რაც ახლა ხდება კიევის გარშემო. დიდი მადლობა მიშა, კიდევ ერთხელ გისურვებთ მშვიდობას, გამძლეობას და დარწმუნებული ვართ რომ ძალიან მძიმე ბრძოლაა, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი იქნება ისეთი, როგორც ჩვენ ყველას გვინდა. ეს იყო მიშა ბატურინი, რომელიც კიევიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. და დღეს პარლამენტში ოპოზიციამ მოითხოვა რიგარეშეს ხდომის გამართვა, რომ უკრაინის თემაზე ყოფილიყო მსჯელობა და არა მარტო უკრაინის, ის აგრესია, რომელიც წარმოიწყო და ის ომი ვლადიმერ პუტინმა ყველა კარგად ხედავს, რომ პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან, მოლდოვასთან, რეგიონთან, ჩვენ კი არა ნატოს წევრი ქვეყნები და სახელმწიფოებიც მიიჩნევენ, რომ საფრთხეშია მათი სუვერენიტეტიც და დამოუკიდებლობას და სწორედ აქედან გამომდინარე ოპოზიცია დღეს ითხოვდა რიგარეშე სესიის ჩატარებას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, დღეს სესია არ შედგა. ხატია დეკანოიძე ჩაგვერთვება ახლა პარლამენტიდან და მოგვიყვება რა მოხდა პარლამენტში კიდევ ერთხელ. მოგესალმებით ხატია. როგორც გამარჯობა. ჩვენ გუშინვე ვიცოდით, რომ ქართული ოცნების სტრატეგია ეს იქნებოდა, მაგრამ მაინც რა ტიპის ახსნა განმარტება მიიღეთ, როდესაც აი ასეთ მნიშვნელოვან თემაზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სხდომა არ ჩაეტარებინა. არ ვიცი, ახსნა განმარტება არ იყო ეს ახსნა განმარტება, ჩვენ მოვისმინეთ პაპუაშვილის და შემდეგ უკვე ღარიბაშვილის განცხადებები, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სამარცხვინო განცხადება. ხა ზოგადად მესმის ჩვენ და გვესმის მთელი ამ წლების განმავლობაში კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან, საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებისადმი, მაგრამ ეს კონკრეტული დღე და მათი განცხადებები კიდევ რომ თურმე ესე ვთქვათ ოპოზიცია ყოფილა ქვეყანაში ომის გამომწვევი 2008 წელს, რაც იგივე რიტორიკა აქვს ღარიბაშვილს, ეს არის ამ მძიმე სიტუაციაში უკრაინისთვის არის უმძიმესი, როდესაც კიევის ცენტრში დივერსიული ძალები მოძრაობენ, უტევენ, ადამიანები არიან თავშესაფარში და ძალიან მძიმე სიტუაცია და ჩვენ რა გვინდოდა რომ პარლამენტის ხდომა გახსნილიყო უკრაინის და საქართველოს ჰიმნებით, გამოგვეცხაბინებინა მხარდაჭერა უკრაინისთვის, გვემსჯელა უსაფრთხოების საკითხებზე, ისიც კი შეთავაზოთ, რომ დახურული იყოს ხდომა, მაგრამ სამწუხაროდ მათ დაიკავეს ამ შემთხვევაში რუსული მხარე და თქვეს, რომ მათ არ კონსტიტუცია აინტერესებთ, არ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ ზოგადად საქართველოს კანონმდებლობა და საერთოდ არ აინტერესებს უკრაინაში რა ხდება, იმიტომ რომ ისიც კი იკადრა დღეს პრემიერ-მინისტრმა და თქვა, რომ
ჩვენ მე იმიტომ არ მივდივარო კიევში, რომ საჩაკეტილიაო, როდესაც ხოლ გუშინ და გუშინ წინ ფრენები ჯერ კიდევ იყო კიევში. და მთელი ამ ხნის განმავლობაში მიუხედავად მაგალითად ხელიც არ ჩამოართვა პრეზიდენტ ზელენსკის. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გასაგებია, ერთადერთი ჩვენ მე მინდა ჩემს მეგობრებს, ჩემს ოჯახის წევრებს ყველას უსურვო გამძლეობა ეხლა კიევში, ნამდვილად პრეზიდენტ ზელენსკიზე, მის ადმინისტრაციაზე, დეპუტატებზე, უკრაინელ ხალხზე, კიეველებზე გადადის არა მხოლოდ კიეველებზე, სუმელებზე, ხარკოველებზე, ხერსონელებზე, ყველაზე მათზე გადადის ეხლა თავისუფლებისთვის ბრძოლა, ისინი იბრძვიან საკუთარი მოქალაქეებისთვის, ოჯახებისთვის, მიწისთვის, სამშობლოსთვის და ეხლა ჩვენ რაც შეგვიძლია საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადებული და უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, რომ მივიდნენ გამწვევ პუნქტებში, გაიარონ აღრიცხვა, შეუერთდნენ თავდაცვის ძალებს და რეზერვისტების მობილიზაციაც რომ არის, ხედავთ. ფაქტობრივად უკრაინა აღმოჩნდა დღეს პოლიგონი დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირების და უბრალოდ იბრძვის წინახაზე და ფრონტზე არიან უკრაინელები. არა, იცით რა, ეს დაპირისპირება არის უფრო მე ვფიქრობ, რომ ცივილიზაციური, იმიტომ რომ ყველამ დაინახა თუ 2008 წელს ყველას ესე თუ ფრთხილი პოზიცია ჰქონდა მსოფლიოს და მათ შორის ამორნებულია რომ პუტინის ფინანსური გაგუდვა და შიგნიდან მის მიმართ ზარდი უკმაყოფილება იქნება. ერთადერთი ეს არის რომ ეს ცოტა დროში გაწერილი პროცესია, მაგრამ ფიქრობ, რომ უკრაინელები შეძლებენ საკუთარი მიწის დაცვას. ესეა, ეს ხდება სამშობლოში თავენ და ყველაზე ახლა ყველაზე მეტად მათ თავდაცვითი იარაღი ჭირდებათ და მსოფლიომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს ფინანსური საქციები, როგორც თქვენ თქვით, კი რაღაც კონდა დამანგრეველი იქნება, მაგრამ დროში გაიწელებათ. ახლა მსოფლიომ უნდა გადადგას თუ არა ეს ნაბიჯი. იცით რა თქმა უნდა, აქ ბევრ საუბრობენ უკრაინელები, ჩვენი მეგობრები, მათ შორის ცის ჩაკეტვაზე, თავდაცვითი იარაღის საჰაერო საწინააღმდეგო სხვა პრეზიდენტმა ბაიდენმა მე მესმის, რომ ბევრი სხვაგვარ ჩემთვის ემოციურად ამ ყველაფრის ყურება მიმოწერა ჩემს მეგობრებთან, ჩემი ოჯახის წევრებთან, მაგრამ მტკიცედ უნდა ვიყოთ, და ისინი ძალიან მტკიცედ არიან, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვებით არიან მეტროებში ჩასულები, იმალებიან და ასე შემდეგ. პუტინი აუცილებლად ჩემი რწმენაა, რომ ცხვირს წაემწრებს და დამარცხდება უკრაინაში. აუცილებლად. ეხლა რა შეგვიძლია ჩვენ ყველა რესურსი, რა თქვა აქვს, უნდა გამოვიყენოთ, ყველა კონტაქტი საერთაშორისო პარტნიორებთან, მხარდაჭერა უკრაინელების, არ ვიცი, ყველა პლატფორმა, შეიძლება განსხვავებული აზრებია, როგორ შეიძლება ჩვენ ქართველებმა მხარი დაუჭიროთ, მაგრამ მათი დახმარება, ბევრი განცხადება საჭირო, ერთ-ერთი გული მტკივა ხელისუფლება ვახსენეთ, შევთავაზოთ, მოდით კიდევ ერთხელ დღეს გაკეთებული განცხადება საქართველოს პრემიერის, მაშინ როდესაც გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ეს საფრთხე 2008 წელს რაც მოხდა და 2014 წელს რომ კარგად გაეანალიზებინა დასავლეთს, მაშინ ეს ყველაფერი ასე არ მოხდებოდა და რუსეთი ამ ტიპის აგრესიაზე და ღია დემონსტრაციულ აგრესიაზე ვეღარ წავიდოდა. ამას ამბობს გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მაგრამ დღეს ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ იმეორებს ძველებურ რიტორიკას. კიდევ ერთხელ შევთავაზოთ მაყურებელს და გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. დომს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2008 წელს. როცა სამწუხაროდ, საუბედუროდ თავიდან ვერ იქნა აცილებული 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები. ჩვენ რა თქმა უნდა გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოყვა უკრაინაში საომარ მოქმედების დაწყებას, მე ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. და მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით არაპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. უკრაინაში ჩასულისთვის არაფრის მომცემი არ არის. ეს ერთი. თქვენ თუ გინდათ იმის დემონსტრირება, რომ აი მაშინ იყო ჩამოსული. არა, სოლიდარობის და მხარდაჭერა. სოლიდარობა. რა ჩვენ როგორც ჩვენს ქვეყანას შეგვიძლია და გამოვხატეთ ის როგორც გამოვხატეთ და ამის თაობაზე მოგახსენეთ. რა თქმა უნდა, ბუნებრივია მე უში მთელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა ლაივ რეჟიმში რომ მიტყვიან იმ ინფორმაციების რომელიც მოეწოდებოდა ჩვენ სამსახურებს და რა თქმა უნდა ეს არის ჩვეულებრივი ჩემი ყოველდღიური
მუშაობის ასე ვთქვათ შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ჩემი პასუხი შემდეგი რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს. არავითარ საჭიროებას არ ხედავ, რა თქმა უნდა არ მივა. მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავის საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ რა თქმა უნდა დიდი შეშფოთებით და ძალიან ყურადღებით ვაგვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს, ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი და თანაბრად შორიდან აკვირდება იქ მიმდინარე მოვლენებს. მოკლედ კომენტარი თქვენთვის მომინდვია, რა სიტყვით დღეს ხელისუფლების ეს პოზიცია რამდენად აზარალებს საქართველოს პოზიციას. თუ ხელისუფლება ცდილობს, რომ ეხლა გაჩერდეს და ამით რაღაც აგრესიული ტალღა შეაჩეროს. არა, მე ვფიქრობ, რომ მათი ესეთი ძალიან იაფასიანი პროპაგანდისტული გათვლა აქვს, რომელმაც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში იმუშავა, ეს არის რომ აი ჩვენ ვინაჩუნებთ მშვიდობას და რაღაც ოპოზიციას უნდა ომი. ეს ამას ამბობენ და აი 2008 წელს დაიწყო ომი საქართველოს და ეს არის მით რომ რამდენად მძიმე განაცხადია ეს ქვეყნისთვის და საქართველოსთვის, ანუ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი და წავიდნენ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მესმის ახლა რთულია ღარიბ წელს და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ეხა არ არის უკრაინის გვერდით და ეს რაში უნდა გამოხატულიყო, ეს უნდა გამოხატულიყო ძალიან მკაფიო მხარდაჭერის განცხადებაში, ხა აქ ომი რა თქმა უნდა არავის არ უნდა და ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს ომი უნდა, ან ვინმეს ეს სამშობლო არ უყვარს, მაგრამ აქ თავარია ესე ვთქვათ შენ რა პრიორიტეტში აყენებს სახელმწიფოს და ეროვნული უსაფრთხოების საქმეს და მას ინტერესს. რაც შეეხება ეროვნულობა, ეხა ეს ნახეთ როგორ არის ეროვნულობა თითქოს არის ქართული ოცნების რაღაცა შირმა. არაფრით არის ეროვნული არ არის ეს ხელისუფლება. ეროვნულობა არის ილია ჭავჭავაძე, ეროვნულობა არის ვაჟა ფშაველა, ეროვნულობა არის საქართველოს ევროატლანტიკური არჩევნანი, ეროვნულობა არის ჩვენი გმირები, რომლებიც დაესწრნენ საქართველოსთვის და ამათი ეროვნულობა არის ალტინფო, რომელსაც გადაეფარენ და ფარველობენ და ეს ალტინფო ვინ არის ძალიან კარგად ვიცით. ამათი ეროვნულობა არის გამოჩნდა აი მაგალითად ჟურნალისტების დარბევაში და გავრილობის ეს არის ამათი ეროვნულობა, თორე ის რის მიტაცებასაც ესენი აპირებენ ეროვნულობა, პატრიოტიზმი, ეკლესია და ასე შემდეგ, ხო? ეს არის სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სახელმწიფოებრივი ასე ვთქვათ, სახელმწიფოების განსაზღვრელი. ამიტომ ხა ღარიბაშვილი ვინ არის? არავინ არ არის, არც დასავლეთისთვის არავინ არ არის, არც საქართველოსთვის არავინ არ არის. ერთადერთი აქ არის ივანიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა რომ საკუთარი ძალაუფლება განიმტკიცოს, ჩასვა მესამე პრეზიდენტი ციხეში და ეხა ფიქრობს რომ აი როდემდე იქნება და მე ვეთქვი რომ ყველა ვინც დადო რაღაცნაირად ასე ვთქვათ სონი პუტინზე და რუსეთსა დიდხანს ვერ იქნება, იმიტომ რომ პუტინი აუცილებლად დამარცხდება უკრაინაში. ეს შეიძლება თარიღი არავინ არ იცის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის გარდაუვალი და უკრაინელები ეხა რა ვიცი ჯერთი ძალიან ბევრი არიან სხვა განზომილებაში არიან 2014 წელს მათ შეძლეს, ისინი ისევ შეძლებენ, ამას მე დარწმუნებული ვარ, მათ შეძლეს ლუგანსკში, დონეცკში და ასე შემდეგ. ამიტომ ერთადერთი ახლა აქ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ღარიბაშვილი კი არ არის კაცო ისტორიული ფიგურა, ან პაპუაშვილი, ვის გაახსენდება ესენი არავის ხვალ. აქ არის რეალურად იმაზე, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა რაზეც ჩამოკონციალებული არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ივანიშვილს გულისხმობ, ვინც გადაიხრება რუსეთისკენ, იგი აუცილებლად წაიმტრევს თავპირს, ეს არის და ეს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ხატია რომ გვერდთვებოდით პირდაპირ ეთერში. მე მაყურებელს შევახსენებ რომ ოპოზიციას დღეს სურდა რომ ჩაეტარებინა სხდომა პარლამენტში რიგარეს სხდომა, სადაც იმსჯელებდნენ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და საფრთხეებზე, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს რუსული აგრესიის დროს რეგიონი და საქართველო. მაშინ როდესაც ხედავთ რომ პუტინი უკანა არიხეს და ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს რომ ჩვენ ვიცავთ თავს მარტო და მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან ადევნებენ თვალს. მისი თქმით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ აღმოჩნდა საკმარისი რუსეთი იმაში დასარწმუნებლად რომ აგრესია უნდა შეეწყვიტა. დაარწმუნა გუშინდელმა სანქციებმა რუსეთი, ჩვენ გავიგონეთ ჩვენს ცაზე და დავინახეთ მიწაზე, რომ ეს საკმარისი არ იყო, განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი კიევის დედაქალაქშივე აპირებს დივერსიული ჯგუფებით ბრძოლას უკრაინის წინააღმდეგ და ცნობილია ისიც, რომ უკრაინულ ფორმებში გადაცმული დივერსიული ჯგუფი ამ ეტაპზე ერთ-ერთი ჯგუფი განეიტრალებულია
თუმცა კიევის მახლობლად ჩრდილოეთ ნაწილში უკვე გამოჩნდა რუსული ტექნიკა. ანუ ნიშნულოვანი იყო დღეს განხილვის ჩატარება პარლამენტში. ამის შესახებ ახლა საუბარს ვიწყებთ ხათუნა სამნიძესთან, ის შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ქალბატონო ხათუნა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი იმაზე, რამდენად შეიძლება ახლა საფრთხე ელოდოს ქვეყანა. პრემიერი გვარწმუნებს, რომ არავით არის საფრთხე ამ ეტაპზე საქართველოს არ ემუქრება, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ამაში ცუდი არაფერია, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ასეთ მდგომარეობაში საქართველოს, რომ სწორად შეაფასოს სიტუაცია. მოგესალმებით, დიდი მადლობა ჩართვისთვის. სანამ კითხვით გადმოხვიდოდით, კიდევ ერთხელ გითხარით რა მდგომარეობა რეალურად უკრაინაში, კიევში და როგორ განცხადებებს აკეთებს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ რთულ ურთულეს ვითარებაში არასდროს არ ევიწყებს გაამხნევოს საკუთარი მოქალაქეები და ამ რთულ ბრძოლაში კიდევ ერთხელ შეახსენოს ყველა პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას რა მდგომარეობაშია დღეს უკრაინა. ასეთ ვითარებაში, ასეთ დროს ჩვენ მთელი ოპოზიცია საპარლამენტო მიუხედავად ჩვენი შეხედულებებისა, პოლიტიკური წარსულისა, შევთანხმდით და ხელმოწერებით მივმართეთ პრეზიდენტმა, რომელმაც მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ჩანიშნა სხდომა. ჩვენ მზად ვიყავით, ყოფილიყო ეს სხდომა დახურული, მიუხედავად მე პირადად წინააღმდეგი ვიყავი ამის, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზანი ამ შეხვედრის და ხელისუფლებასთან ერთად საუბრის და დისკუსიის იყო, რომ ჩვენი მოქალაქეები გავამხნევოთ. ყველაფერთან ერთად ფუნქცია ამ ხელისუფლების და ხელისუფლებაში მყოფი ძალის პრემიერ-მინისტრის არის, რომ ესაუბროს საკუთარ მოქალაქეებს, რამდენად არის, როგორ არის საქართველოს მზად, როგორ გაუმკლავდება ის ამ გამოწვევებსაც, ამ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზეა, როგორ რა გადაწყვეტილებები მიიღო, რაზე მსჯელობს, როგორ იქნება ეკონომიკური შედეგები, როგორი არის უსაფრთხოების საკითხები. ამ ყველაფერზე სამსჯელოდ მზად ვიყავით დახურულ ფორმატში, საკომიტეტო მოსმენების დროს და ამაზე ვისაუბრეთ და უკვე სხდომაზე, რიგგარეშე სხდომა, რომელიც ჩანიშნა პრეზიდენტმა, უნდა ყოფილიყო სივრცე, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება, უმრავლესობა და უმცირესობა მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა მზად ვიყავით ჩვენ, რომ ერთობლივად მიგვეღო მხარდამჭერი განცხადება, იმასაც კი ვთავაზობთ, რომ შეკითხვებსაც არ დავსვათ, თუ პრემიერი მოვა და ამ ტრიბუნიდან ჩვენთან ერთად ყველანი ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდებთ მაქსიმალურად ინფორმაცია, რომ იყონ მშვიდად, დიახ, მშვიდად რომ იყვნენ ჩვენი მოქალაქეები, სადაც დღეს არ არის იმ მშვიდის საფუძველი. მშვიდად რომ იყვნენ, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადებები, კი არ უნდა გაიქცეს სხდომიდან, კი არ უნდა ჩაკეტოს და ჩარაზოს დარბაზი, რაც დღეს გააკეთა ხელისუფლებამ წარმოუდგენელი ამბიჯი არ ყოფილა არასდროს ასეთი შემთხვევა. გაიქცეს სხდომიდან ჩაკეტა დარბაზი. ის პასუხისმგებლობაც კი არა იყო. არა, პასუხისმგებლობის აღებაც კი ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ. ზუსტად ისე მოიქცა, როგორც საკომიტეტო მოსმენა რომ იყო რეზოლუციას, როცა ვიღებდით საგარეო საქმეთა სხდომაზე, მაშინ ვთქვით, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი, ვინ არ არის მომხრე, რომ ჩაიწეროს რუსეთის რეზოლუციაში და ეს რომ არ გაეკეთებინა და თუ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა რო არ აიღოთ, გადაწყვეტეს და გაიქცნენ სხდომიდან თუ გახსოვთ. ზუსტად ესე დღესაც, რომ არ ენახა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს, სამარცხვინო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც რომ ანახათ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, ვინ, რომელი დეპუტატი არ მოდის, ანუ დაფიქსირებული იყო ეს ტაბლოზე, ჩაკეტეს კარი. და ეს კარის ჩაკეტვა პირდაპირ ნიშნავს კონსტიტუციის დარღვევას, რეგლამენტის დარღვევას და ამას აკეთებს სპიკერი, გამოდის და ამბობს თურმე ხელმოწერები აქვს უმრავლესობის წევრების. არაფერს არ ნიშნავს ეს ხელმოწერები, მაგრამ მე მინდა ვნახო თითოეული დეპუტატის ხელმოწერა, რომელმაც ჩათვალა პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც უნდა გვესაუბრა ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველ რიგში, რომ შვიდად იყვნენ, დიახ, და იცოდნენ, რომ საქართველოს ერთიანია ასეთი კრიზისის დროს და ყველა საკითხზე ნაფიქრია. როცა პრემიერი მეუბნება მე მოქალაქეს, რომ ჩემს უსაფრთხოების კაბინეტთან მუდმივად საუბრობ, ერთი რა არის უსაფრთხოების კაბინეტი? თუ უსაფრთხოების საბჭოს გულისხმობს, ჩვენ მოვითხოვეთ და დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ დიდი ხანია უნდა შეკრებილიყო უსაფრთხოების საბჭო გაფართოებულ ფორმატში, სადაც ოპოზიციაც უნდა იყოს, დიახ, და ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენც მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ დიახ,
ხელისუფლება ამას და ამას ამ კონკრეტულ ნაბიჯებს გავს. რაზე ველაპარაკოთ მოქალაქეებს? რომ ხარიბაშვილს დაუჯეროთ, რომელიც გამოდის და იძახის რა საჭიროა უკრაინაში ჩასვლაო და არაფერი არის ომი მათიაო, ამას ამბობს დღეს პრემიერი. ჩვენს პარტნიორ ქვეყანაზე ომი იქ მიმდინარეობს. ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, რა საქმეს აკეთებს პრემიერი? დღეს პარლამენტი პრაქტიკულად გააუქმა პაპუაშვილმა, როცა თქვა რომ არ გვინდა და არ მოვალთ სხდომაზე. ამას აკეთებს დღეს ხელისუფლება კრიტიკულ მომენტში. მოვისმინოთ პაპუაშვილის განცხადება და გავაგზავნოთ. ჩვენს წინააღმდეგაც არის. კი ბატონო. მოვისმინოთ შალვა პაპუაშვილის განმარტება და ამის შემდეგ უფრო ცხადი იქნება მე თქვენი შეფასება. თხოვთ ჩემს პროდიუსერს რომ გვაჩვენოს ეს განცხადება. რეგიონში არის იმ ომის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ ვერაიცილა მსოფლიო თანამეგობრობამ უკრაინაში, საქართველოს და ქართული საზოგადოება იყოს ერთიანი, იყოს მშვიდი, იყოს მტკიცე იმისთვის, რომ ერთის მხრივ ჩვენ უკრაინელებს და ძმებს მივეხმაროთ იმისთვის, რომ შეწყდეს ომი უკრაინაში და მეორეს მხრივ არ დაუშვათ, რომ რეგიონში მოხდეს ისეთი ცვლილებები, რამაც შეიძლება კატასტროფული გავლენა მოახდინოს ზოგადად რეგიონს. ეს იყო მისი ზოგადი განცხადება ქალბატონ ხათუნა უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა მისი პოზიცია ცნობილია სხდომასთან დაკავშირებით. კი, შეკითხვა მაქვს, თუნდაც რაც ეხლა მან თქვა, რაც ტვიტებში წავიკითხეთ, ხო, ეს ხო არ არის ტვიტებით ხო უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა, ხო? თან ტვიტებს წერენ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ანუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, კარგად ვიცით. აი, თუნდაც ამ ფორმატში ასეთი განცხადებები საპარლამენტო დარბაზში რომ გაეკეთებინათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, უმრავლესობას, პრემიერს, კაბინეტს და ამაზე გვესაუბრა ჩვენ მზად ვიყავით რომ ხარდამჭერი განცხადებებით ერთიანობა ეროვნული ერთიანობა დაგვეფიქსირებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ ქვეყანაში მათთვის გვეთქვა რომ კრიტიკულ მომენტში ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული კუთვნილება გვეთქვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის პირველ რიგში ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მეგობრებისთვის რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგევართ. აი ეს რომ მომხდარიყო დღეს საპარლამენტო დარბაზში, ეს ვერ გაბედა ქართულმა ხელისუფლებამ. ეს ვერ გაბედა საქართველოში ქართულმა ოცნებამ, რომელიც გაიქცა და ამჯობინა რომ დაერღვია ყველა კანონი. და ჩაერაზა დარბაზი. ისიც ვერ გაბედა რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა გვენახა თითოეული დეპუტატის, ვინც არ მოვიდოდა დღეს. მე ველოდები რომ ეს დოკუმენტი, რომელზეც საუბრობენ, ხელმოწერები რომ აქვთ, გამოაქვეყნონ და ვნახოთ რომელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი იმას, რომ არ მოსულიყო სხდომაზე, სადაც უნდა გვესაუბრა, როგორი არის საქართველოს მზად უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეკონომიკის თვალსაზრისით, თავდაცვის უნარიანობით, ყველა ამ საკითხზე გვესაუბრა და მზად ვიყავით, შეკითხვებიც კი არ დაგვესვა, მოგვესმინა მათთვის. ჩვენ და ეს ინფორმაცია მისულიყო ჩვენს მოქალაქეებამდე. გაიქცა ქართული ოცნება როგორც გარბის ყოველთვის, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და მტკიცე განცხადებებს. მას ეშინია კაცრი და მკაფიო განცხადების გაკეთება არის ილუზიაში, რომ თურმე განცხადებას თუ არ გაიკეთებს და დაიმალება, რუსეთი ვერ დაინახავს მას თურმე. ეს ბრძოლა არ არის უკრაინის ბრძოლა მხოლოდ, ეს არის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაც არის, ეს არის მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ბრძოლა და ომი და ასეთ დროს ჩვენი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ გვინდა რომ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები იყოს შვიდად, ხნედ და გქონდეთ ღირსების განცდა, რომ ეს ხელისუფლება ოპოზიციასთან ერთად, ხელისუფლებაში ყველა ოპოზიციასთან ერთად, ასეთ კრიტიკულ დროს ჩვენ დაგვიცავენ ჩვენ მოქალაქეებს, ანუ ეს რომ დაინახათ მოქალაქეებს, ეს გვინდოდა ჩვენ დღეს. მაგრამ ქართულმა ოცნებამ მიიყვანა იქამდე, რომ ისევ თითი გაიშვირა წინა ხელისუფლებასთან, ისევ ილაპარაკა წარსულზე, ისევ კონსტიტუციის დარღვევაზე წავიდა და რეგლამენტის დარღვევაზე და გაიქცა. ასეთი ხელისუფლებას დღეს საქართველოს შიშარა ხელისუფლება და პრემიერი, რომელიც საკუთარი განცხადებებით მე მაძლევს საფუძველს რომ თქვა, რომ მას ეს ქვეყანა არ უყვარს. მას არა გააზრებული როგორი ქვეყნის პრემიერია. მისი განცხადებები და პოზიციები საერთოდ არ არის თანხმდარი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის პოზიციებთან. დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა, ეს იყო ხათუნა სამნიძე პარლამენტიდან ჩაშლილი რიგარეშე სხდომის შესახებ საუბრობდა ის. ახლა ჩვენს გადაცემაში რეკლამის დროა, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ კვლავ განგაში სიგნალია ჩართული კიევში, აფეთქებების ხმა ისმის ხარკოვში, და ასე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რამდენიმე რაკეტა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მე დროებით გემშვიდობებით, რამდენიმე წუთში ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ.